შეკითხვა რატომ არ გახართ რუსთაველზე? ანუ რუსთაველზე რომ მომიტინგეები არის, რუსთაველზე მომიტინგეები რომ მათ გვერდით რატომ არ გახართო? და საქმე რაშია, მეგობრებო, იცით, მე ეს ადამიანები რუსთაველზე დადის, ჩემი ამ ქვეყნის შვილები არიან, მე მინდა თუ საქართველოს კეთილდღეობა თუ მინდა, მათთვისაც მინდა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მათთვის, იმიტომ რომ ეს არის იქ ყოფი ხალხი, ჩემი შვილები არიან, როგორც მოძღვარი და როგორც ერთი ხნის ადამიანი, ასე ვამბობ. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ის ხალხებს მე პატივისცემით ვარ განწყობილი, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, ამ მხარის მისამართით. ეს არის ეგრეთ წოდებული პროდასავლელი ძალა, რომელი პროდასავლელი ძალაც ფინანსდება დასავლეთიდან, მათ გააჩნიათ ეს ბოლო 10 წლების განმავლობაში ფინანსდება დასავლეთიდან, მათ გააჩნიათ ეგრეთ წოდებული საინფორმაციო საშუალებები, დაფინანსებული NGO-ები და დასავლეთსა დასავლეთ დაფინანსებული პარტიები, რომლებიც თავისუფლად ქმნიან გარკვეულ საზოგადოებრივ აზრს ქვეყანაში ამ წლების განმავლობაში და გარკვეული ნაწილი ლიდერები, ეს არის ნაყიდი დასავლეთიდან ნაყიდი პირები, ხოლო იქ ყოფი ადამიანები, რომელსაც ფულს არ უხდიან, არის უბრალოდ სამწუხაროდ, რასაც ვამბობ, შეიძლება მჭიდრეულად ისმოდეს, მაგრამ გამოყენებული მასალა სხვადასხვა საქმეებისთვის, რასაც ეს ლიდერები იყენებენ. ამიტომ ჩემი თხოვნა არის, ჩემი რჩევა არის, უპირველეს ყოვლისა მოეშვან უაზრო სირბილს ქუჩა-ქუჩად, რომ არა ეგენი, ხო თითქოს გონიათ, რომ ებზვიან ქართულ ოცნებას, რომ არა ეგენი. ქართული ოცნება დიდი ხანი დამთავრებული იქნებოდა. ეგ ხალხი, ეგ ძალა რო არსებობს, ხალხი კი არა, უფრო ძალა რო არსებობს, ეგრეთ წოდებული პროდასავლური ძალა, რომელიც უკვე გამარგინალებულია უკვე, აი სასაცილო მდგომარეობაში არიან უკვე ჩავარდნილები და თან უკვე იშლებიან, თან ტრამპის სათავეში მოსვლის შემდგომ პრაქტიკულად დაფინანსება უწყდება და თან ყდომის პროცესია საბოლოოდ. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ეს ფლანგი საერთოდ დიდი ხანი გამქრალი იქნებოდნენ და ამას ვერაცნობიერებენ ეგენი. ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ, ეს ხალხი რაღაცა ციდან ჩამოვარდნილები კი არ არიან, ჩემო ძვირფასებო. ჩვენი ხალხი არის, ვიცნობ, მართლა ჯერავთ, რომ რუსთაველზე ყოფნით ბიძინა ივანიშვილის ამ არასწორ ხელისუფლებას ებრძვიათ. სინამდვილეში ამ ხელისუფლებისთვის არის როგორც აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ხალხის, ამ ძალის არსებობა, რომელიც დღეს რუსთაველზე ევროტრიაფკას შემოხულებით არბიან იქით-აქეთ. ეს არის უბედურება და სანამ ამას ეს უნდა გააცნობიეროს მათ. ანუ როცა მეკითხება ვინმე რომ რატომ არ გახარ რუსთაველზეო, მე მათ გვერდით ვდგავარ. მაგრამ არა იმ გაგებით, რა გაგებითაც მათ უნდათ, რომ მათ გვერდით ვყარებენ, იმ გაგებით, რომ ვეუბნები რაშიდაც ცდებიან. ჩემო ძვირფასებო, ვინც რუსთაველზე იკრიბებით, თუ თქვენ მართლა გინდათ, რომ ეს ხელისუფლება დამთავრდეს, უბრალოდ გაჩერდით, შეწყვიტეთ თქვენი აქტივობა და საშუალება მიეცით ეროვნული სულისკვეთების ძალებს წამოსვლისა. სანამ თქვენ ამ ხალხს მასას ეგრე დარბენიებთ ვითომ ასე იგი ხელისუფლებასაც საბრძოლველად, მანამდე აი გარკვეულ პრობლემებს უქმნით ზოგადად ქვეყანას. ეს არის ჩემი რჩევა. ასე რომ მათ გვერდით ვდგავარ მე ჩემი რჩევებით.